რატომ უნდა დაიჭიროს საქმე კახნოსთან, თუ მშენებლობას იწყებ? მაგალითისთვის განახებთ 2 საათში წავკიში გაკეთებულ 55 კუბიან ჩასხმას, რომელიც წინა დღეს ობიექტზე ვიზიტის შემდეგ დაიგეგმა. ადგილზე შეფასება იმისთვის არის საჭირო, რომ პირობითად მოხდეს რამდენი მიქსერი დაეტევა იმ ადგილზე, რომ ძალიან დიდი რაოდენობით არ მოგვივიდეს მიქსერების გამოშვება, იმიტომ რომ შემდეგ გასაჩერებელი პრობლემა არის. და მეორე კიდევ ის ფაქტორია, რომ მიქსერში არ შეიძლება 2-3 საათზე მეტი იყოს ბეტონი და იმიტომ მოვდივართ, რომ შევაფასოთ ადგილი, რომ რა ინტერვალში უნდა გამოუშვათ მანქანები და რა არის ჩასასხმელი. ზუსტად 9 საათსა და 37 წუთზე დატვირთული პომპა მიქსერი უკვე გაშლილი იყო და დაიწყო პირველი სართულის ფილის ჩასხმა, სადაც ჩაისხა 45 კუბი ბეტონი, რომელიც პომპა მიქსერთან ერთად 5 მიქსერმა მოიტანა. გათვალისწინებული იყო ყველა მიქსერის გამოსვლის დრო ქარხნიდან, რათა ვიწრო რელიეფის და ადგილის გასაჩერებლის პრობლემის გამო არ შეეშალათ ერთმანეთისთვის ხელი. 12-ის ნახევარზე კი უკვე ყველაფერი დასრულებული იყო და ბეტონიც მოგჩა. დამკვეთი კმაყოფილი დარჩა და მადლობა მას ჩვენი არჩევისთვის და ნდობისთვის.